ინსტრუმენტი, რომ პრეზიდენტ ტრამპამდე მივიტანოთ ჩვენი ხმა. Სუსტად იციან, ვის უნდა მიმართონ, რა მოთხოვნით და როდიდან ისინი ვინც დღეს ამერიკაში ცხოვრობენ საკუთარ სამოქმედო გეგმას რამდენიმე საათის განმავლობაში ადგენდნენ. პირველი რასაც ქართველი ემიგრანტები საქართველოს მხარდასაჭერად აპირებენ, ამერიკელი სენატორებისთვის შესაბამისი წერილების დაგზავნა იქნება. ჩვენ არ მივმართავთ ლოკალური დონის სენატს, ანუ ამერიკაში გვაქვს ადგილობრივი სენატი და გვაქვს ფედერალური სენატი. ადგილობრივი არ გვაინტერესებს, ჩვენი მიზანი არის ფედერალური დონის სენატორები, ვინც არიან, ვინც წარმოადგენს ნიუ-იორკის შტატს, ნიუ-ჯერსის შტატს და ასე შემდეგ, სადაც ქართველები კომპაქტურად ვართ ჩასახლებულები, ასე ვთქვათ. ამერიკელი სენატორების ხელში ქართველების ოფიციალური წერილები უახლოეს დღეებში აღმოჩნდება. ყველაფერი განსაზღვრული აქვთ. მათ შორის ის დიპლომატიური ენა, რომელიც სენატორებთან ურთიერთობის დროს უნდა დაიცვან. დაიწყება სატელეფონო ზარებით. ეს არის გზამკვლევი, რომლის მიხედვითაც ჩვენ შევძლებთ ვეკონტაქტოთ სენატორებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ტელეფონზე. მითითებული იქნება ტელეფონის ნომრები ამ გზამკვლევში. აქცენტები რაც უნდა დავსვათ, როგორ უნდა ველაპარაკოთ, რა მესიჯები დავტოვოთ. ეს იქნება არა მარტო ქართველებისთვის, ეს იქნება ამერიკელებისთვის. ქართველი ემიგრანტები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებიან, აანონსებენ წერტილოვან მიტინგებსაც, იმ ადგილებიდანაც, საიდანაც მათი ხმა ადრესატამდე უფრო მალე მივა. ამბობენ, რომ დღეს მათი სასაუბრო ენა ინგლისური იქნება, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა გაიგოს და მეტმა იმოქმედოს საქართველოში არსებული სიტუაციის გამოსასწორებლად. შეიქმნა სპეციალური პლატფორმა ამერიკელებისთვის, სადაც ყველა ის ინფორმაციული რესურსია თავმოყრილი, რომელიც მათ საქართველოში არსებულ ვითარებას აცნობს და ფონდების საშუალებით უცხოელებს ფულოდი დახმარების შესაძლებლობას აძლევს. გარდა ამისა, შეხვედრაზე ქვეყნის მხარდამჭერი კომიტეტის შექმნის იდეაც გაჩნდა. შეხვედრის ფარგლებში ისმოდა კონკრეტული მოთხოვნებით ემიგრანტები ოპოზიციური პარტიებისგან მეტი ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ელიან და კონკრეტული ხედვებიც აქვთ. მათი შეფასებით უნდა შეიქმნას ერთიანი ცენტრი, რომელიც როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ წარმართავს პროცესებს და სწორედ ამ ცენტრის მიერ უნდა იმართოს მოვლენები. ვერც დასავლეთი, ვერც ერთი ინსტიტუტი დასავლეთიდან, ვერც ამერიკული ინსტიტუტები, კონგრესი იქნებოდა, სენატი იქნებოდა, პრეზიდენტი, ვერც ევროკავშირი, ვერც ერთი მისი კომისია პირდაპირ ჩარევას ვერ მოახდენს ქართულ პროცესებში. მათ შეუძლიათ მხოლოდ მედიატორის როლი ითამაშონ. ორი ცენტრი, დაპირისპირებული ცენტრი დასვან, თამაშის წესები დაუწესონ და მტკვარ-მართალი გაირკვეს. სხვანაირად ისინი ვერ შეერევიან. სხვანაირი ჩარევა იციან რუსებმა ტანკით. აქაური ქართველები არის ის ძალა, რომელიც შეძლებს ისეთი მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიოს ამ თავარ პროცესს, რომელიც ახლა ჩვენ სამშობლოში ხდება. თავარი ამოცანა არის საქართველოს დასავლური კურსის მხარდაჭერა. ემიგრანტების შეხვედრები კიდევ გაგრძელდება. ქართული ხალხის მოთხოვნებზე ხელმოწერა აქაც დაწყებულია. როგორც ამბობენ, ემიგრანტები ძალას მხოლოდ ახლა იკრებენ. თამუნა ქემერტელიძე, ამერიკის ხმა, ნიუ-იორკი.